ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. გამარჯობათ. დაპირების ამებ დღის განმავლობაში ჩვენთან და უცხოეთში მოვხდარი ყველა სიახლით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. სულ რაღაც 2 კვირა დარჩა 13 მაისამდე. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ რიცხვში თბილისში ჩამოდის პოპულარული რუსული ჯგუფი სლივკი. რუსულ შოუ-ბიზნესში საკმაოდ პარადოქსალურ მოვლენად აღიარებული ვია კოლექტივი ერთადერთ კონცერტს გამართავს აჭარა მიუზიკ ჰოლში. ჩვენი გამოშვებებიდან თქვენ უკვე იცით თუ როგორ შეიქმნა პეტერბურგის ერთ-ერთ კლუბში ვია კოლექტივი. იმასაც შეგახსენებთ, რომ ვია იშიფრება როგორც ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი. ჯგუფის პირველი სიმღერა, როგორც იცით, არის ინაგდა, ხოლო პირველი ალბომი ნასტრაინიე, რომელშიც შესულია 10 სინგლი. მათ შორის ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერის რიმეიკი კუდად უხოძით ძეცტვა. მე-9 ტრეკად კი შედის უცხოენოვანი სიმღერა Follow You. თავდაპირველად შემოვიფარგლეთ მხოლოდ ერთი უცხოენოვანი სიმღერით ერთ ალბომში, თუმცა 10 ივნის იაპონიაში იგეგმება გამოვიდეს ჩვენი სინგლი Radio Love, რომელიც კომპანია Ars Records-ის მხარდაჭერით ჩაიწერა, ამბობს სლივკის წევრი. გარდა ამ სიმღერისა, იაპონელმა ავტორებმა იზრუნეს ვია კოლექტივის ერთ-ერთი ჰიტის ლიწელი ნიძელის თარგმნაზე და სულ მალე ის ინგლისურადაც გაიჟღერებს. ახალ სიმღერას ასე ერქმევა I'm Back Now. Неведомо куда летели недели, нам с ними по пути, на перекрестке двух дорог, сумей меня найти. Летели недели и года, летели неведомо куда, летели недели, нам с ними по пути, на перекрестке двух дорог, сумей меня найти. ვანიკო თარხნიშვილი თავის ახალგაზრდა თანამშრომლებთან ჯუნასთან და ალექსისთან ერთად 2 მაისს აჭარა მიუზიკ ჰოლში ეგრეთ წოდებული თუსოვკის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ უკეთ ვანიკოსგან გავიგებთ. ეს არის პროექტი, რომელზეც ჩვენი მეგობარი ჯუნა ემზი მუშაობს უკვე კაი ხანია და უნდა რომ წარუდგინოს თბილისელ მოსახლეობას, არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ექსტრემალური და მკვეთრი განცდების მსურველ ხალხს. ასეთი სტილისტიკა, რომელიც მოიცავს სინთეზს სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებების, საუბარი აქვს თანამედროვე მუსიკალურ მიმართულებებზე. ეს პროექტი, ჩემი პროექტი, რომელსაც დავარქვი ექსტრემა, ეს წარმოგვიდგენს ექსტრემალურ განცდებს, ექსტრემალური განსხვავებული სტილი იქნება. ეს წარმოგვიდგენს თანამედროვე მუსიკის სტილის შემოტანას საქართველოში და იქნება გაუჩერებული ნონ-სტოპი ექსტრემალური სიტუაციები და მე ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ ძალიან დიდად ფასდება ეს სტილის მუსიკა, ეძღვნება დღეები ამ ღონისძიებებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისისთვის ეს პროექტი არის ძალიან მისაღები და მოთხოვნილებაც არის, რაღაც ისეთი ფარული მოთხოვნილებაც არის ამ სტილისტიკაზე, ამ პროექტზე. და ვნახოთ, მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება და მაყურებელი ამას მიიღებს ძალიან კარგად. ეს იქნება პირველად საქართველოში და იქნება ძალიან ემოციის გადმოცემა. ნამდვილი ნონ-სტოპი და ნამდვილი ექსტრემალური ემოცია იქნება აჭარა მიუზიკ ჰოლში. ყველა აუცილებლად უნდა იყოს, რომ ნახოს ეს არაჩვეულებრივი სანახაობა და ამ არაფერში იქნება ყველაფერი და პირობას გაძლევთ. მესამე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი 1 მაისს ახალგაზრდა ბერძენი რეჟისორის მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლით ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. სპექტაკლის კონსულტანტი და თავად ფესტივალის ორგანიზატორია ქეთი დოლიძე. თავად სპექტაკლის საერთაშორისო პროექტის ქართული ვერსია კი რიგით მესამეა და რეჟისორს ბერძნული და იტალიური ვერსიები უკვე ნაჩვენები აქვს ათენსა და ფლორენციაში. ფესტივალი საჩუქარი 14 მაისამდე გაგრძელდება. დაიწყო 2001 წელს საბერძნეთში, გაგრძელდა იტალიაში, ფლორენციაში, შემდეგი პროექტი არის ჩვენი, შემდეგი იქნება შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია და მე მგონია, რომ მე როგორც არის ეს ჩაფიქრებული, ყველაფერი ეს გაერთიანება 2004 წელს ოლიმპიური თამაშებზე კულტურულ პროგრამაში ათენში. ჩვენ ვეძებდით სივრცეს, არ ვიცოდით სად გაგვემართა ეს სპექტაკლი. ჩვენი თეატრი, კინომსახიობთა თეატრი რემონტზე დგას, იცით თქვენ და ველოდებით არაჩვეულებრივ თეატრს და ესეთი სპეციფიური სივრცე ვერც ერთიაც ვერ ვთხოვდით, გარდა აი მემარჯვენემა აიღეს მოუსმეთ ნახევარი დარბაზი, გადავაგდეთ სკამები და აი ძალიან ესე
ბედნიერად გრძნობ თავს უკვე აქ ორი თვეა სრულიად თავისუფლები. ყოველ წელს გვახარებს ეს ფესტივალი თავისი ახალი სპექტაკლებით, უამრავი სტუმრით და რაღაც მე მგონი რომ თეატრალური დღესასწაულია თბილისში ყოველწლიურად. წელს ქალბატონი ქეთის სურვილი იყო, როცა ეს დარბაზი ნახა, რომ აქ გაეხსნა და დაედგა ეს სპექტაკლი. რაზეც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავთანხმდით და დაუთმეთ ჩვენი ფართი. ფესტივალი გამდიდრდა უკვე არა მარტო თეატრალური დადგმებით, არამედ კინო იქნა წარმოდგენილი უკვე, მაგრამ ფესტივალს გასულ წელს გაუჭირდა არა შემოქმედებითი თვალსაზრისით, არამედ სწორედ ფინანსური მხარიდან გამომდინარე და მე ძალიან მიხარია, რომ ქეთის ენთუზიაზმა და თავდადება მაინც ნაყოფი გამოიღო და აი გაზაფხულზე ფაქტიურად ორად გაიყო ფესტივალი და შესაძლებელი გახდა ჩვენი მაყურებელი კვლავ გაგვეხარებინა აი ამ ფესტივალით. კლუბ სარდაფში მორიგი ხუთშაბათობა მოეწყო. ამჯერად კლუბ სარდაფში ლიტერატურული საღამო მოაწყო მწერალმა მიხო მოსულიშვილმა. მიხო გახლავთ პროზაიკოსი, ეკუთვნის თარგმანები და საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობს ჟურნალ ცისკარში. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ბატონი მიხოს ქალიშვილი ანი, რომელიც რა თქმა უნდა ესწრებოდა საღამოს, მამის მსგავსად თავადაც გატაცებულია თარგმანებით, თუმცა არ აპირებს მამის კვალის გაყოლას. არა, მე არ ვთვლი რომ მამის კვალს გავყევი, იმიტომ რომ საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაბარებ და თარგმანს რაც შეეხება, პრინციპში მამას ინიციატივა იყო. მამა ჩემთვის ხო არის ცოტა უფრო სხვა რაღაც, რაც შედარებით სხვა ბავშვებისთვის, იმიტომ რომ აი ყოველას ისე წარმოუდგენია, რომ სახში მამიკო რაღაც მივა და ელოპერაკება მოუყვება. მე ცოტა სხვანაირად, იმიტომ რომ მამა სულ ზის, სულ წერს და ერთადერთი აი რაზეც შეგიძლიათ დაელოპარაკოთ, ეს არის რომ მამა აი ამის თარგმნას ვაპირებ და აი რა აზრის ხარ. ან ეს თარგმნე და მოდი შემიმოწმე. მაშინ როცა კლუბში საღამო მიმდინარეობდა, თეატრალური სარდაფის სცენაზე აქტიურად მუშაობდნენ 2 მაისისთვის დაგეგმილი პრემიერისთვის. სტუდია მაესტროს პოპულარული წამყვანი მსახიობი ვასიკო ოდიშვილი მარინე კახიანთან ერთად გენერალურ რეპეტიციას გადიოდა. რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლის კომედიის თავისუფალი სიყვარულის პრემიერა, როგორც გითხარით, 2 მაისს შედგება. ეს არის ოჯახურ სიყვარულზე. აი ამ საოცარ ფენომენზე, როცა ორი ადამიანი ძალიან დიდი ხანი ერთად არიან და მაინც არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე. ნუ ეს ფარსია, ჩვენი გადასახედიდან ჩვენ გავაკეთეთ, რომ ეს არის ფარსი და იწყება იქიდან, რომ ამ ცოლ-ქმარს უყვარს ერთმანეთი, მაგრამ ეს უკვე გადასულია რაღაცა აი მოვალეობის გრძნობაში. როდესაც ქმარს თვალები სხვაგან გაურბის ძალიან, ცოლი იმის გამო რომ ნივთად არის, დიდი ხანი აქცეულია, ვერ ეგუება იმას, რომ ცოლ-ქმარს სხვა ქალებისკენ გაურბის თვალი და გამოსავალს იმაში ხედავს, რომ სულ თავს იკლავს. რამდენი ტირის ჩვენ გარშემო? ხო მართალია. ხო ჩვენ გვინდა რომ ამაზე ბევრი ვიცინოთ და დავინახოთ რომ როგორ შეიძლება რომ ქალმა მოკიდოს თავის თავს ხელი და იქცეს იმათ რაც შეიძლება მანამდეც არ იყო ახალგაზრდობაში სანამ ის ოჯახს შექმნიდა. ყოველთვის შეიძლება საკუთარ სულში რაღაცა ისეთი მონახო, რითაც შენ იმასაც დაიბრუნებ, რაც დაკარგე და სხვა შეიძლება ძალიან დაინტერესდეს შენით. არ შეიძლება მსახიობი, რომელიც როლს თამაშობს, იმას რაღაცა გარკვეული დამოკიდებულება ყოველთვის უჩნდება გმირის მიმართ, რომელსაც თამაშობს. და რაღაცა ერთგვარი დამოკიდებულება მაქვს, ახლა ვერ ვიტყვი რომ შეყვარებულება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც სიმპათიებიც გამაჩნია რაღაცებში და ძალიან სასაცილო ვინმე არის მე რომ მკითხოთ. რამდენად გამოგვივა ალბათ ეს, აი, ხედავ რა ებიხდება იქ, ხო? და ალბათ ესეთი გამოვა, როგორც ჩაფიქრებული იყო და მე მგონი ცუდი არ უნდა იყოს. სიცარიელეში დაკტოს. ქვეყანაზე კი რა ხდება? ყველგან გამოგითხავ. უპასუხისმგებლობა, ცინიზმი. ბრავო. თუ არ გიყვარს შენი პერსონაჟი, ვერ ითამაშებ, ვისაც არ უნდა თამაშობდე და თუ არ ამართლებ მას. რაც შეეხება ამ გმირს, იცით, მე ვერ ვიტყვი რომ ჯერ პროცესი დამთავრებულია, ჩემთვის ნამდვილად არ არის დამთავრებული. ჯერ არასდროს დროს არ არის ვფიქრობ პრემიერისთვის დამთავრებული მსახიობისთვის პროცესი, მხოლოდ დასაწყისია ახალი გზის, ესე ვთქვათ.